დარგობრივმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს. 14 ძირითად ცვლილებას მოიცავს პროექტი, რომელიც საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს. კიდევ ერთი პროექტით იზღუდება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღება. ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი მექანიზმი, სადაც ისევ და ისევ ადამიანის უფლებები გამოხატვის თავისუფლებასთან ბალანსში იქნება უზრუნველყოფილი. ცვლილებებს რაც შეეხება შინაარსობრივად რომ გავყვეთ, როგორც გითხარით, თვითრეგულირების ნაწილი ყალიბდება ისე, რომ რაც თვითრეგულირებაში იყო გადმოდის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განსახილველ საკითხებად, ახალი ამბები უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული. საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ინსცენირებას აქვს ადგილი და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი იყო მაგალითად მოდერირებული ქრონიკა. ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებული იქნება, რომ უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა, პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების გაჟღერება ახალ ამბებში იქნება დაუშვებელი. ადამიანების პირადი ცხოვრების უფლება უნდა იყოს სათანადო წესით დაცული. საჯარო ან კერძო დაწესებულებების ტერიტორიაზე ვიდეო ან აუდიო ჩაწერა აუცილებელი გახდება უფლებამოსილი პირის თანხმობის შემთხვევაში. გარდაცვლილი ადამიანის პირის შესახებ, უბედური შემთხვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება დაუშვებელი ხდება, სანამ ფაქტი ოჯახის წევრებისთვის არ გახდება ცნობილი. ჩვენ მივიღებთ ისეთ მექანიზმს, რომელიც დახვეწავს საკანონმდებლო ჩარჩოს იმ კუთხით, რომ დაცული იქნება როგორც ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, ასევე სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, აღარ იქნება შესაძლებელი ომისა და პროპაგანდის, ასევე ასაკობრივი შეზღუდვებთან დაკავშირებული საკითხების დარღვევით გაჟღერება. თქვათ, არსებობს გარკვეული დარღვევა და fake news-ი, ამ შემთხვევაში ხდება საზოგადოების მხრიდან კონკრეტული პირის მიმართვა კომისიისათვის, თუ როგორ არის ეს პროცედურები კიდევ უფრო თვალსაჩინო რომ იყოს. მე მინდა გითხრათ, რომ აქ ყველაფერი ბრიტანული. ერთ-ერთმა ტელევიზიამ ორ არასრულწლოვან ბავშვს ათქმევინა ინტერვიუს დროს, რომ პოლიციელებმა გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი გადააგდეს სანაგვე ურნაში. კანონს ორი მიზანი აქვს: ერთი პრევენცია და მეორე დარღვევაზე შესაბამისი ადეკვატური რეაგირება. Fake news-ი გავრცელდა კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით. ამ ადამიანს ექნება შესაძლებლობა ორი. ერთი, რომ ისევ თვითრეგულირებას მიმართოს და მოითხოვოს პასუხისუფლება, რომ მასთან დაკავშირებული კონკრეტული ფაქტი არასწორად არის გავრცელებული, რეალობა არის არა ერთი, არამედ მეორე. შეუძლია დაინტერესებულმა პირმა მიმართოს კომუნიკაციების კომისიას. არავითარი ცვლილება არ ხდება. უბრალოდ ის, რაც იყო თვითრეგულირებადი და მედია საშუალებების პასუხისმგებლობებში იყო, რომ მოხდარიყო რეგულირება, ეს პარალელურად ასევე გახდება კომუნიკაციის კომისიის მხრიდან ზედამხედველობის ნაწილი. საერთო ჯამში ეს ხელს შეუწყობს მედიას მხრიდან სტანდარტების აწევას. თუ თავად არ არის მაუწყებელი ფაქტობრივად დაინტერესებული, რომ შეეწიროს მისი ტყუილი და დეзинფორმაცია და სარედაქციო პოლიტიკას მისი მაუწყებლობა, ეს არის გაფრთხილება, ფინანსური ჯარიმა, შემდგომ ავტორიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება, რომელიც ასევე სასამართლოს საჭირდება, რადგან ამის მაგალითები ქვეყანაში არ გვაქვს და ბრიტანეთს ვსაუბრობთ, თუ გამოიწვია რომელიმე ერთი ტელევიზიის მაინც დახურვა. როდესაც მაუწყებლები ამბობენ, რომ ჩვენ არაფერსაც არ ვარღვევთ და მაღალი სტანდარტებით საქმიანობთ, მაშინ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კანონი და ეს ცვლილებები მათზე არ გავრცელდება და შესაბამისად ტყუილად გავრცელებენ ინფორმაციას, იმ ცრუ ინფორმაციას, ცრუ ნარატივს, თითქოს რომ სახელმწიფო რაიმენაირად ჩაერევა მათ სარედაქციო პოლიტიკაში. საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომ თურმე USAID-ის მხრიდან ფინანსდებოდა 6200 ჟურნალისტი 30 ქვეყანაში, ასევე 700 საინფორმაციო ორგანიზაცია, მედია ორგანიზაცია და ამავდროულად 300 ესეთი მედია ორგანიზაცია, რომელიც თითქოს იყოს
არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმით ამა თუ იმ ქვეყანას. გუშინ კიდევ ახალი საინტერესო სიახლე გახდა ელონ მასკისგან ცნობილი, როდესაც თურმე USAID-ის მხრიდან ნებისმიერ აი ამ მასშტაბი რო წარმოვიდგინოთ 6200 ჟურნალისტი, 1000-მდე სხვადასხვა ფორმის მედია ორგანიზაცია ფინანსდება და თითოეულ მათგანის მიმართ USAID-ის მხრიდან იყო ერთი და იგივე მოთხოვნა, ეს არის სტრატეგიული დუმილის პოლიტიკის გატარება. ის გამოწვევები რაც არის ძალიან რეალური და როდესაც გარე დაფინანსებით ხდება მედიის გაკონტროლება, ეს საბოლოო ჯამში არ ხმარდება ადგილობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფო ინტერესებს, არამედ კონკრეტულად манипуляციური დღესდღეობის შესაქმნელად გამოიყენება. არ გავიდოდა სხვადასხვა მედია საშუალებებში რო არ გასულიყო დეზინფორმაცია მტკიცებით ფორმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასევე, რომ თითქოს საქართველოს გვერდითავლახდებოდა და ეს რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში იყო მიზანმიმართული საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის ძირის გამოთხრისათვის. მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება, სხვათა შორის ამაზეც მოვისმინეთო, თითქოს ეს არის ცენზურისკენ გადადგმული ნაბიჯები და ასე შემდეგ. არის უკვე საუბარი, რომ აკრძალული არის მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსება. ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს. დღემდე საჯაროდ არსად გამოსულა, რომ გვარამიას ხაზარაძის და კეზერაშვილის პარტიული პროპაგანდის ინსტრუმენტები უცხოური ხელისუფლებების მიერ ფინანსდებოდა. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ საკითხშიც გარკვევა. ვინაიდან თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში უკანონო გარეჩარევის კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება.